საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად საზღვარგარეთ ყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით საქართველოში ქურდულ გარჩევებს სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 6-მა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს მიმართა. ბრალდებულებს მათ შორის 2 პირს დაუსწრებლად ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ. პროკურატურა 20-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლისამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.